სესილი გელაძე 7 წლის. ვსწავლობ ცეცხლაურის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, მუსიკა და ცეკვა. აქედან მე ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა არის ჩემი ფავორიტი. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 5 წლის. მე რა უკვე კარგად მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა. მე ვიცი ყვავილის დახატვა, ხეს დახატვა, სახლის დახატვა, მზის დახატვა და ძალიან ბევრი რაღაცის დახატვა. ყველაზე ძნელია ჩემთვის, ხელოვნებაში რო არის წიგნები, მაგაში რო ვხატავ, მაგი არის ჩემთვის ყველაზე ძნელი. ყველაზე ადვილია ყვავილების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი, ვარდისფერი, თეთრი, იისფერი და ცისფერი. არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ძალიან მუქი და ბოხი ფერია. ხელოვნებაში შეგვხვდა ერთი ნახატი და მაგის დახატვა ვიცი. მე ახლა გასწავლებ მაგ ნახატის დახატვას. ჩამოვხატავთ აქ პატარა მოხრილ ხაზს და ხაზის ქვეშ დავხატავთ 2 წრეს. იქ კი გავუკეთებთ ზემოდან 4 კუთხეთს და დავაწერთ წიგნი. ინგლისურად ან ქართულად. შემდეგ კი აქ შუაში მოვშლით ამ ხაზს. დავხატავთ წრეს, გავუკეთებთ იქ 2 ჯოხს ასე და მოვხატავთ პატარა წრდეს და შევატყობებთ. გამოვა ლამაზი ნახატი. ჩემს ნახატებს ვსაგრავებ, იმიტომ რომ მე უნდა გავუკეთო. თვითონ ნახატი აღირება 20 ლარი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 60 ლარი. ეს ლარი მქონდა მაგიდაზე და დედას უთხარი, რომ შეიძლება კასაში ჩავადგა მეთქი და უარი არ უთქმია დედა ჩემს. მე ფული როდესაც მაქვს ძირითადად ხარჯავ, მაგალითად ხატვა რადგანაც მიყვარს ძალიან, თაბახებში კიდევ იმაში რა ქვია მაგას ის წებოვანია პლასტელინებში, კიდევ ფანქრებში და აგეთ სამხატვრო რაღაცებში. მე რო გავიჟდები ხელფას მექნება 10,000 ლარი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არ ვიცი, ძალიან სახალისო არის გასართობი და ძალიან კარგად მასწავლიან მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სესილი აბაშიძე. ყველაზე მშვიდია სანდრო ვაშაყმაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ტყვიანი. ჩემი საყვარელი საგენია მათემატიკა, რადგანაც რიცხვებში მუშაობა მიყვარს ძალიან. ერთხელ მონაწილეობა მივიღე მათემატიკის და კალიგრაფიის ოლიმპიადაზე და გავიმარჯვე. მომცეს ნახატი, რომელიც არ მომეწონა. ჩემი ყველა ნახატი ჯობია იმ ნაჩუქარ ნახატს. ყველაზე მეტად მიყვარს გულვარდი მასწავლებელი, რადგანაც მხიარული არის და ბავშვებს არტობს. ისე ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან კარგი და ძვირფასი არის. რა გავიჟდები, მინდა გამოვიდე პოლიციელი და ექიმი, რადგანაც პოლიციელები იცავენ ადამიანებს და ექიმები ზრუნავენ ადამიანებზე. მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი. ჭორიკნობა. იმ დროებში, როდესაც ვწერ, ველაპარაკები მასწავლებლებს, როგორ გავატარე დრო. მაინტერესებს ახლა რა შეკითხვა იქნება ძალიან მინდა. აგეთი ლამაზი ნახატები არასდროს არ მინახავს. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგანაც იმიტომ რომ უნივერსიტეტი მაინტერესებს ძალიან როგორია. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია და მთავარი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და 2 ძმა. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ვიკა. ის არის მტირალა, მხიარული, ცოტათი ცელქი. ჩემი აზრით ვიკა რო გაიზრდება გამოვა თვითმფრინავში ბორტგამცილებელი. მამა ჩემი არის შრომელი, კარგი და მზრუნველი ადამიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედა ჩემი არის ძალიან კარგი, ლამაზი, მზრუნველი კეთი და ჩემთვის არის ერთ-ერთი სიყვარული. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლის, მაგრამ არ მიყვარს უჯრაში რო არის სათამაშოები, მაგის დალაგება. მე ძალიან კარგად ვიცი პიცის გაკეთება. და ასევე ვატყობ ძალიან გემრიელი ყავას. ყველა მეუბნება, რომ შენი გაკეთებული ყავა მინდაო ოჯახში. მე ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. უკვე ერთი
თუეავ ცეკვა ანსა ხედულს. ცევკავდი ყოველ დღე აჭარულს და აგეთ ცეკვებს. შემიყვარდა ძალიან ცეკვა ხო და დედას იმ დღის შემდეგ, როდესაც ვიცეკვე აჭარული, ვუთხარი რომ გთხოვ ცეკვაში შემიყვანეო. მეორე და ეს მთელი წელი ვახვეწებოდი რომ შემიყვანა ცეკვაში მეთქი და შემიყვანა და ძალიან გამიხარდა. ჩემს საყვარელი ცეკვა რაჭულისაც თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს რაჭული. საყვარელი ილეცი და ჩაკურა. ერთი სული მაქროდის მექნება კონცერტი და ვიცეკვებ სცენაზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი კატებს და ძაღლებს და გავყიდდი ზუსტად 40 ლარად. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზის დისნეილენდში. ყვავილებიდან მე ვგავარ ვარდს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ვარდისფერი და ვარდი ერთხელ დავხატე, ისე მიყვარს ვარდი. წინა მონაწილემ დამიტოვა არგეთი შეკითხვა. ვერთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ აგეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია საპრანჭავები, რომელიც TikTok-ზე ვნახე. ერთხელ TikTok-ში ვნახე, ელზა საპრანჭავები, მაგარი რაღაც იყო, სიამოვნებით მაგით გავპრანჭებდი. ბედნიერება არის სიხარული, სიკეთე, სიბედნიერე მეგობრები დისნეილენდში წასვლა და ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.